ეროვნული დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო 26 მაისს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს თავისუფლების მოედანზე სამხედროების რეპეტიციები მიმდინარეობს. სცენარი თითქმის უცვლელია. ისტორიულ დღეს წვევამდელები თბილისსა და 12 რეგიონში საზეიმოდ სამხედრო ფიცს დადებენ და შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან. მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა. საზეიმო ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება სახარო თავდაცვის და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატების გადაფრენა. საზეიმო პროგრამა თბილისსა და ყველა რეგიონს მოიცავს, ყველა ღონისძიებას კი საერთო თემატიკა გააერთიანებს. წელს ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. კულმინაციური მომენტი იქნება სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც 17 საათზე და 10 წუთზე შესრულდება. ზუსტად იმ დროს, როდესაც 118 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ზორება დროშაზე! ქართულმა ჯარმა 26 მაისისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. დღეს თავდაცვის ძალების სრულმა შემადგენლობამ რეპეტიცია თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. თავისუფლების მოედანს კი თავდაცვის ძალების კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები გადაუფრენენ. ჩემდივარა სამხედრო სამსახურში! თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განსაკუთრებული მომენტი კვლავ ფიცის დადების ცერემონია იქნება. 26 მაისს წვევამდელები თავისუფლების მოედნის პარალელურად კიდევ 12 სხვადასხვა რეგიონის ისტორიული ადგილებიდან დადებენ სამხედრო ფიცს და შეუერთდებიან საქართველოს თავდაცვის ძალებს. დღეს ამის რეპეტიციაც თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ატონო გენერალ ლეიტენანტო, სვანეთში უშკულის ლამარიასთან ახალწეულება სამხედრო ფიცი დადეს. უბრალოდ სერჟანტი გიგაურო. წელსაც ტრადიციულად ჩატარდება როგორც აქ საქართველოს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილზე. აღნიშნული ღონისძიების ნახვა საქართველოს მოსახლეობას შეეძლება აქ ადგილიდან და ასევე პირდაპირ ეთერის საშუალებით. ფიცის დადების შემდგომ წვევამდელები გადანაწილდებიან ქვედანაყოფებში და გაივლიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული დღე 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე მნიშვნელოვანი როგორც სამხედრო ძალებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, რადგან ამ დღეს შესრულდა ის სანუყარი ოცნება საქართველოს მოსახლეობის, რომ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეული. ტრადიციისამებრ წელსაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოხდება სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოს აქტიური მონაწილეობა, გაეცნოს ტექნიკის დანიშნულებას და მის როლს საბრძოლო მოქმედებებში. ეს დღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის და აქტიურად ვემზადებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდა 26 მაისთან დაკავშირებული გაფორმებებიც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყოველწლიურად სხვადასხვა კონცეფციას ეფუძნება ხოლმე. ხოლო წლევანდელი იდეა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება. ამიტომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანიც ასე ჟღერს: 1700 წელი არწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ამ ხედვას უკავშირდება ისიც, რომ წელს რეგიონებში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ციხე ქალაქების ნაცვლად უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან გაიმართება. არაჩვეულებრივად იქნება ჯარის ფიცის დადებაზეც კი ინტეგრირებული ეს საქართველოს უძველესი ქრისტიანობის ძეგლები და ვფიქრობ, რომ თბილისი განსაკუთრებით როგორც ყოველთვის იქნება ამაში ჩართული და კულტურის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროგრამით ორბალიანის მოედნის გარშემო ტერიტორიაზე. იქნება გალა კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. აღნიშნული ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიას გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. აღნიშნული იქნება ასევე 12 რეგიონში, რაც უპრეცედენტო მასშტაბია და მოხდება 12 ეკლესია მონასტერთან, უძველეს 12 ეკლესია მონასტერთან.
თბილისში თავისუფლების მოედნის გარდა განსაკუთრებული დატვირთვა ექნება ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრის ბაღს. სწორედ აქ შეიქმნება სივრცეები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. 26-ის დილის 12 საათიდან გვიან საღამომდე ორბელიანის მოედანი დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით, მათ შორის კონკრეტულად თბილისის მერიის ნაწილი, რაც არის წელს, ეს არის კვების ზონა, ეს არის მეწარმეები, ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციებიდან იქნებიან წარმოდგენილები, მეწარმეებიც და შეფებიც და კონკრეტულად ამ დღისთვის არაჩვეულებრივ ქართულ სამზარეულოს შეთავაზებენ ვიზიტორებს და რა თქმა უნდა დღის ბოლოს დააგვირგვინებს გალა კონცერტი, სადაც მერია ჩართული არის ტექნიკურ ნაწილში. დედაქალაქის პარალელურად საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 20 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. თითოეულ ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კიდევ ერთი რომელიმე უწყება უზრუნველყოფს საზეიმო ღონისძიების მოწყობას. მაგალითად გორში თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო რუსთავში თავდაცვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამზადისი რუსთავში უკვე დაწყებული გვაქვს, რისთვისაც მადლობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურად არიან ჩართული, რომ მთავარ მოედანზე 26 მაისს მოსულ რუსთაველებს ოჯახებთან ერთად დახვდეთ ძალიან საინტერესო გარემო. აქ გაცოცხლდება როგორც ქალაქის დიდი ისტორია, ასევე გვექნება სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისთვის, ასე რომ გელოდებით ყველას 26 მაისს ქალაქის მთავარ მოედანზე, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი დღე. ჩვენ დამოუკიდებელ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს და ორგანიზებას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, სადაც შესაძლებლობა ექნება ჩვენ როგორც დიდებს, ასევე პატარებს მიიღონ მონაწილეობა. ასევე მოეწყობა პატარებისთვის გასართობი სივრცეები, სადაც შესაძლებლობა ექნება მიიღონ მონაწილეობა როგორც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, ასევე შემეცნებით თამაშებში, ასევე ცენტრალურ სტად მოედანზე მოეწყობა ჩატარდება ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ჩვენ მოსახლეობას ასევე გაეცნოთ წარმოდგენილი იმ ეკიპირებით, რასაც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება ერთ-ერთი ჩვენი მოსახლეობისთვის ისეთი დღე, რომელიც დაუწყარი იქნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყველა რეგიონში საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება. თუმცა მანამდე 17 საათსა და 10 წუთზე, ანუ ზუსტად მაშინ, როცა 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 21-ვე ქალაქში სიმბოლურად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდება.